მოწმე, რომელსაც დღეს საქალაქო სასამართლოში მოусმინეს რომეო მიქაუტაძის საქმეზე იყო შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი პირი, რომელმაც რევიზია ჩაუტარა რომეო მიქაუტაძის და მისი ოჯახის წევრების ქონებას. დღევანდელმა მოწმემ ცალსახად თქვა, რომ იმ წლებში, როდესაც რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებდა, მისი შემოსავლები გაცილებით ნაკლები იყო დანახარჯებზე და დაახლოებით ცდომილება არის 8 მილიონი ლარი. ეს არის სწორედ ის თანხა, რომლის უკანონო ლეგალიზებასაც ედავება ბრალდების მხარე. რომეო მიქაუტაძეს ეკონომიკის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს და სწორედ მოწმემ აღნიშნული გარემოებები დღეს დაადასტურა. მოწმე ასევე ყვებოდა, რომ წლების განმავლობაში დაუსაბუთებელი ქონება ჩნდებოდა რომეო მიქაუტაძის და მისი ოჯახის წევრების სახელზე და ასევე სუსის მოთხოვნით ჩატარდა აღნიშნული მოკვლევა. რომეო მიქაუტაძეს კი აღმოუჩნეს ძვირადღირებული მანქანები, ოქროს ზოდები, ასევე საათები და აღნიშნული ქონების წარმომავლობაც ვერაფრით დადასტურდა. სუსის მოთხოვნის საფუძველზე დავიწყეთ მიქაუტაძის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის მოკვლევა. შესწავლის პერიოდი იყო 2017 წლიდან 2024 წლამდე, რა პერიოდშიც მიქაუტაძე სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობას იკავებდა. დასკვნის შედგენაში ჩემს გარდა მონაწილეობას კიდევ 3 აუდიტორი იღებდა. დავადგინეთ, რომ რომეო მიქაუტაძის შემოსავლებს გაცილებით აღემატებოდა მისი კუთვნილებაში არსებული ქონება. 2 მილიონი შემოსავლები იყო ლეგალური და დეკლარირებული. გაწეული ხარჯები კი 11 მილიონს შეადგენდა. დადგინდა, რომ სხვადასხვა კომპანიის გასხვისებით 200,000 ლარი მიიღეს. ნინო მიქაუტაძე 2 კომპანიიდან ყოველწლიურად იღებდა 100,000 ლარს. დიდი ოდენობით ჩარიცხვები რომეო მიქაუტაძის ანგარიშზე ხდებოდა ოჯახის ახლობლებისგან. ასევე დაფიქსირებულია დედისგან 50,000-100,000-ის ჩუქების ფაქტები. ოქროს ზოდები და ძვირადღირებული საათები გააჩნდა რომეო მიქაუტაძეს, რომელთა წარმომავლობა ვერ დგინდება. აუდიტორმა ცალსახად დააფიქსირა, რომ ყველა ის შემოსავალი, რაც ჰქონდა რომეოს ლეგალური, შეტანილია შესაბამის დასკვნაში, ასევე შეტანილია მონაცემები რომეოს სასარგებლოდ სესხით აღებული თანხების და მიუხედავად ამისა, მას ჰქონდა ეს დაუსაბუთებელი შემოსავალი, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა დღევანდელ სასამართლო პროცესში. რომეო მიქაუტაძემ დღეს გასასჯელი სკამიდან ბევრი კითხვა დაუსვა მოწმეს, ამბობდა, რომ არ იყო გათვალისწინებული მისი შემოსავლები წინა წლების, მაგალითად ის პერიოდი, როდესაც ის საქმის ენერგოში მუშაობდა, დადასტურებულია, რომ მილიონზე მეტის ხელფასი ჰქონდა და ასევე გასათვალისწინებელი იყო საბანკო სესხები, რომელიც მიქაუტაძეების ოჯახს ჰქონდათ აღებული. სწორედ ამაზე გაამახვილეს დღეს ყურადღება დაცვის მხარის წარმომადგენლებაც. ადვოკატი ამბობს, რომ დღევანდელი მოწმის ჩვენებით დადასტურდა ის, რომ დაახლოებით 5 მილიონი ლარის ქონების შესახებ ინფორმაცია პრაქტიკულად დამალულია იმ დასკვნაში, რომელიც შემოსავლების სამსახურმა დადო. თქვენ ხელფასის ნაწილში, როდესაც თქვენ ძალებთ ხელფასად მან მიიღო 2007 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში მხოლოდ მე მაქვს მიღებული ხელფასად მილიონ ლეგალურად მილიონ 400 მილიონ ნახევრამდე ლარი მხოლოდ 5 წელიწადში, როდესაც მე ვმუშაობდი საქმის ენერგოში. მხოლოდ ეს პერიოდი გაქვს ანგარიშები და არა ანგარიშები 2009 წლამდე პერიოდის ხელფასი არსა და ეს ხელფასები რატო არ დაიანგარიშა? თავარი რაც დაადასტურა დღეს მოწმის სახით დაკითხულმა რევიზორმა იყო ის, რომ გამოძიება მას დაუმალა საერთოდ დოკუმენტაცია 800,000 დოლარის და 300,000 ლარის, რაც ჯამში 2 მილიონი ნახევარი ლარი არის შემოსავლის არსებობის შესახებ, რაც დოკუმენტალურად არის წარდგენილი გამოძიებაში და ანტიკორუფციული ბიუროშიც წარდგენილი იყო ბატონი რომეოს დაკავება. ბეთლემის ქუჩაზე არსებულ უძრავ ქონებაზე იყო საუბარი, რომელიც დაახლოებით 2 მილიონი 600,000 ლარი არის შეფასებული და იმ 8 მილიონი ნახევარ ლარში შედის. არ არის გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ ეს ქონება არის შეძენილი სესხით, მიუხედავად იმისა, რომ თავად რევიზორიც ადასტურეს, რომ კი ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სესხით არის ნაყიდვი. არ გაუთვალისწინებიათ ასევე ჰესის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი 340,000 ლარი, რაც დაახლოებით 900,000 ლარი არის, ასევე დაახლოებით 5 მილიონი ლარი საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული.
რომეო მიქაუტაძის საქმეზე მსჯელობა სასამართლო 4 თებერვალს გააგრძელებს. ეს არის თარიღი, როდესაც ისევ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა გაგრძელდეს. ამ დრომდე ბუნდოვანია აპირებს თუ არა სახელმწიფო ბრალდება, რომ საპროცესო შეთანხმება გაუფორმოს რომეო მიქაუტაძეს, მას შემდეგ რაც მან გრიგოლი ლუაშვილის წინააღმდეგ მისცა გამოძიებას ჩვენება, თუმცა ამ დრომდე ის დანაშაული, რასაც მას ედავებიან, არ უღიარებია.